გამარჯობა რუსიკო. გამარჯობა ნანიკო. როგორ ახარ რუსიკო? კარგად ნანიკო, შენ როგორ ახარ? მე იდეალურად. მივესალმებით ჩვენს YouTube მაყურებელს. გამარჯობა YouTube მაყურებელო. არ დაგავიწყდეთ რომ მიდი შენ მაგას ისე კარგად ამბობ, რომ აუცილებლად ეხლა თქვენ უნდა რავარიას გვერდს დააჭიროთ მოწონების ღილაკს თუ აგვედევნოთ და მე ჩამოიაროთ ყველა ჩვენი ვიდეო, ნახოთ, მოიწონოთ და კიდე კომენტარებიც გაუკეთოთ. ეს ჩვენ დაგვეხმარება გაფართოვებაში. კი. გაფართოვებაში. ეს ჩვენ დაგვეხმარება გაფართოვებაში. მოკლედ მეგობრებო, დღეს ყავს ძალიან კარგი სტუმრები. თუმცა მანამღა, სანამღა, ჩვენი ღა, სტუმრები ღა, შემოგვიერთებიან. ურქალად ადერბადარალაშ. მოკლედ. აი ყველაფრის გამეორება შემიძლია და ეს ადერ კილბადარალაშ. ოდელი. მოკლედ რაღაცა ამას წინათ ჩვენ რო გამოვდეთ ჩვენი ვიდეოები რო გამოგვადებინეს რა გამოვდეთ ნუ ეხა ბრძანებაც იყო მაგრამ ზეიდან იყო ბრძანება ხო და გამოვდეთ და ძალიან მოეწონათ პასუხი და თუ კიდე რამე არ მოგეწონებათო კიდე პასუხის იქნებაო სულ ადრკილბოდარალეშ ხო და ძალიან მოეწონათ ხო რაღაცნაირად მეც მესიამოვნა რომ მოეწონათ და ისე ამოვნათ იცი რა ჩვენ სხვა ადამიანები ვართ ისინიც ადამიანები არიან სხვა ადამიანები ვართ ჩვენ სხვა დავდივართ კოლეჯში ხანდახან მაგრამ კი ხო და ჩვენს გვაქვს რაღაც სისუსტეები ჩვენს გვწყინს რაღაცები ჩვენს გვიხარია და გავახაროთ უფრო მეტად არჯობია ერთმანეთი ვიდრე აი ჩასაფრებული პოზიციიდან რაღაცეები უკვინოთ რატო ერთხელ ცხოვრობთ და გავახაროთ რა ერთმანეთი დედას გეფიც მოდი მაგათიც გავიგოთ ნანა რა მოდი მაგათაც გავუგოთ რა იცლებიან კი ვიცი რაღაცა სახში ზიან საქმე არ აქვთ მოწყენილები არიან რაღაცების შურს რაღაცებზე ბრაზდებიან და ერთადერთი გამოსავალი არის დაცლა შენზე და ჩემზე მაგალითად. ანუ ვიღაც სხვაზე, მაგრამ ჩვენ გააძლევთ ამის საშუალებას, მეგობრებო, დაიცალოთ მაქსიმალურში. მაგრამ მე უკეთეს ვარიანტს გთავაზობთ, მეგობრებო, ეს ენერგია, რომელიც უარყოფითი მოდის თქვენგან, ეს არის სუბლიმირებული სექსუალური ენერგია. ჯობია რომ ეს ენერგია სულ სხვა მიმართულებით მიმართოთ და პატიოს ეს იგი პასუხისმგებლობა ერორ ასო გაჩნდნენ სტუმრები. გაჩნდნენ სტუმრები და სტუმრებზე ვიტყვი რომ სანამ სტუმრები გაჩნდებიან. ოპა. ხო, ტუტა ამომინახეთ ხოლმე რა. აი, რატომ წინა გადაცემაში საზოგადოება ელოდებოდა ტუტას და რატომღაც დაგვაუწყდა. ტუტა უნდა ეს ამონათდეს ხოლმე ყოველთვის. უბრალოდ ანუ უნდა იყოს რაღაცა თუ ახსენებთ უნდა ამონათდეს. ნახეთ, ჩვენს არაჩვეულებრივ ულამაზეს სტუდიას, რომელიც ყველას ძალიან მოგწონს და ზუსტად ვიცი რომ გიждდებით ამ სტუდიაზე, იმიტომ რომ ეგეთი სტუდია არავის არ აქვს. საერთოდ არავის. აი, საერთოდ არავის არ აქვს. მადლობა ტუტას. ასევე დიდი მადლობა Flowers G Events რომელმაც მოგვართვა და დაგვიდო ეს ყვავილები და გარდა იმისა რომ ჩვენი სპონსორია Flowers G Events-ი ასევე არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ივენთ კომპანია მეგობრებო რომელსაც შეუძლია 1000 კაციანი ივენთის გამართვა და არა მარტო სკამი გინდა მაგიდა გინდა თეფში გინდა კოვზი გინდა აი ანუ ხალხო რაც კი ჭირდება ივენთს რაც კი ჭირდება ქორწილს რაც კი ჭირდება დაბადებებს საერთოდ რაც კი ჭირდებათ ანუ ყველაფერი აქვს საერთოდ ну მოკლედ ძალიან მაგრები არიან და მე ძალიან მიხარია რომ ჩვენი პარტნიორები არიან და ჩვენი სპონსორები არიან და ლამაზი ყვავილების მაღაზიაც აქვს რომელიც საოცარი სურნელება ატრიალებს ჩვენთან დარბაზში ხალებს მე რა ვქნა რომ ასაკს გავყევ აუ მე პირიქით შენ ადგილას ყოველთვის ვიყურებდი რამდენი წლის ვარ ანუ 52 წლის ვარ 59 წლის რო ხდები და ამ ხალა არ მეგონი ანუ კიდე გადაცემა ნახე და იქ იძახდი და მაგთან გავიგე რომ მაგდენი იცი რა კარგად რომ გამოვიყურები ამიტომ არ მწვენი ალბათ რომ ეხლა მე რო ვიყო ცოტა სხვანაირად ანუ სხვანაირად უფრო ასაკს მეტი რო გეტყოდეს ალბათ ვინერვიულებდი მაგრამ არ ვიცი ზოგადად კი ნაოჭები არის ამონებს და ის წარმოიდგინე ასაკი რო ძალიან ასაკიანიც რო გავხარ და სინამდვილეში რო არ ხარ ასაკიანი კაი მაგრამ აი ხო იმიტომ რომ ჩემ მე მაშინ ძალიან პატარა იყავი შენ თვითონაც გიყურებდი პატარა და მე უკვე ვიყავი 27 წლის და რატომღაც არ იქნება რომ ვიყავი ძალიან პატარა მეგონე ხო 29-მდე, სადაც 60 მაინც და მაინც 79-მდე, მოდით ჩავშალოთ. აი, მინითა. სამოწერია, აგე. იცი რა, სიტყვის დიდი ძალა აქვს და მაინც ნუ ეტყვი რომ 69-მდე მერეც მოგინდება.
არა, ხო, ნუ მაინც ცოტა რეალისტი ვარ და. ცოტა. იცი რომ მითხარი. ნელა შემეპარე. პაპა ჩემი იძახდა ხოლმე, სადაც 80 წლის იყო, რომ იძახდა, რომ ნენელა ასაკი მეპარებაო. ტელეფონზე ელაპარაკობდა ხოლმე მე. 85-ის იყო. ძალიან სწორია. მეზობელი რო შეხვდა და ჩვენი ასაკი მეპარება. რავი, ცოტა ასაკი მეპარება 85 მე და გიორგი ვუყურებთ ერთად. ახლა თუ ეგ ძალიან სწორი მიდგომა რა. რას ვიძახდი? რას ისმევ ხოლმე სახეზე, რა ქვია? ყველაფერზე რომ მაგას ისმევ? თუთის მალამო. თუთის მალამო, შემოდით სპონსორები. ყავდა. თუთის მალამო დავიდე. ეს თუთის მალამო წავისვი. მალამოზე თუთის ნახსენდება მალამო, სახეზე თუთის მალამო, ყველაფერზე თუთის მალამო. ახლა ის არის რაღაცა სპეციფიური მოხმარებისთვის და ეს თუთია. ხო, ის დამწრობისთვის რაღაცების წარი, ხო. აი თუთი არის პირდაპირ. ღრძილი დაგეწვა ცხელი კარტოფილით, წაისვი გაგიარა. მართლა. დაგასპონსორე და ხე მე იმიტომ ამბობ თუთიას და განზრახარო ამბობ მის ნამდვილ სახელს რითიც ბაზარზე იყიდება რომ რეკლამაში არ ჩამეთვალოს. სულ 3 ლარი ღირს და დედას გეფიცები ნებისმიერ კრემს. აბა 3 ლარი თულის რაც გადაგა. ვაზელინი იქნება. არ არის ბაზელინი. არ დაგასპონსორე. რაღაც მოგვიტანეთ. თუთია, რა მოგვიტანეთ 70 წელს. ხო, ჩვენ რაღაცა მოვიტანეთ. მიყვარს თუთები. ჩვენი შეფუთვით თუ კიდე დავათვალიეროთ უკვე ანუ აუცილებლად თუ კიდე მერე შოპ ყავაზე 79. მოგისწორდებათ. სხვათა შორის სანამ გავხსნით ახლა მე არც ისე პატარა ვიყავი, გუდაურში ვიყავი და ხმა მოვიდა რომ პლეხანოვზე სექს მაღაზია გაიხსნა და აი გახსნისთან. რამდენი წლის იყავი? არ ვიყავი ძალიან პატარა სხვათა შორის. სექს შოპ. ხო. ხო, დამთავრდა გეტყვი. პლეხანოვზე და ნუ აი დალეწეს ვიტრინა ჩამოიღეს, საღებავები მიასხეს. და აი იცი რა იყო? მან ეგ კაცი გავიცანით რა ჩვენ. ეს არის ფაჩაჩო. ფაჩაჩო? არა მარტო ფაჩაჩო. ეს რა არის? კუტაჩო. ღმერთო ამისთვის აი მართლა რამდენიმე წელი. აგინა ნაირფერებში. ნაირფერებში გინდა. ხო, ბავშვები, ისე სოფის უყურებს ხალხი გეგონები ნანახიერა. დედას გეფიცები პირველად მამალოები რო იყოფერები. აუ, გემრიელია ხო? და რო ჭამო შეიძლება სულთლად შემწხვეს. ეს შოკოლადის ფაჩაჩოებია. ეს იმის მიხედვით რომელ ფერსაც ჭამ ის ფერი ხდები. ის ხო ისე გაზარდეს, რომ წესიერი გოგო უნდა ყოფილიყო რა და ვინ გაზარდეს? მე ძველი თაობამ, შედარებით ძველი თაობა, ხო ეგრე გუძრდიდა რომ წესიერება იყო ძალიან ეს და არა, ეხლა აი ჩემი ესეთ რაღაცეებზე რაღაცები გემართება ხო შინაგანად. იცი რა, მაგიტო არა მე ვთვლი რომ თანამედროვე მოაზროვნე ვარ და ვთვლი რომ ძალიან ფართო ის ამბობს. კოცნობიაში ხდება რაღაცები. მაგრამ ნახე აი რაღაც ეხა გავგიზები რაღაც შეხედე. ვინცა ყვარლები გაჩაჩუნები. აკაები. ეგენი ხალხო შეხედეთ ამათ. რითი ისდე? ფერატები. უძო ანახებ იზდება. დახეთ კუჩანა. სახელები შოკოლადია. ეს არის პაკო. ეს არის კოკო. სახელები და არ. ეს არის კუკუ. და ეს არის ხო? ეს იყო კუტუ. ერთი წალი მაინც იყოს. აი მე ხალხო ძალიან საყვარლობა არის. კარგად იყიდება? ნორმალურად. ნორმალურად? ეს შემოდიან ხო ალბათ აფარიათ თავზე. არა, არა, არა. მე მინდა ეს. მარტო ონლაინ ხო? არა. ჯერ პირველ რიგში ონლაინ მაღაზია არის და ონლაინ უკვეთავენ და მეორეც აღარ შეცვლილია, აღარ არის. შეცვლილია ხო აზრი ხო? ცოტა ანუ სექსი კარგად იყიდება? კი, კი. და რატო ონლაინ და არა თქვა ოფლაინ? გეშინიათ რომ იქნება? არა, არა, რა გვეშინია, უბრალოდ ძალიან დიდი რესურსი. ჯერ კიდევ მენტალურად მე მგონი არ არა, ვარ არა. გზადო. ნახე ჩვენ დავიწყეთ 2018-ში რა. შენც გინდა ჩვენს პროდიუსერსაც უნდა. აბა თუ დაიჭერ. კაი, იცი რა მაინტერესებს? აი ოდესღაც რატო გადაწყვიტეთ რომ უნდა გაყიდოთ? ვიღაცის ხონდა გაიყიდა. არა, გავიგე, მაგრამ აი რატომ მოგდით რატომ მოგივიდათ აზრად მე არ ორივეს? მომწვლი, მე ძალიან წესიერი ადამიანი ვარ. აი უწესო. მოიცა არ მომეწონა ძალიან წესიერი ადამიანი რას ნიშნავს? ეგეთი აზრი არ მომივიდა და ეს ვერ მოსვლა. კაი, მოკევი მაშინ აბა. ეს გაფუჭებული ეგ არის. ხო. რატომ დიდი ფაჩაჩოებს? კუტუჭოებს. და კუტუჭოებს კუტუჭოებს. და პაჭაჭოებს. თავიდან მოკლედ ჩვენ გავხსენით 2019 წელს. ხო. კაი, დიდი ხნის წინ. ხო, საკმაოდ უკვე მეც წინაზე რო გადავითვალე, მეთქი ამდენი 6 წელი just. არ არის მე ცოტა. მე გულისხმობ ჩვენ მენტალობის განვითარებას. ხო, იმას ვიტყვი კიდე რომ 2018-ში გავხსენით, ჩვენ გვაქვს ესეთი შეფუთვა, ერთი ბრენდირებული შეფუთვა, სადაც ჩვენი ლოგო არის და მეორე არის ანონიმური შეფუთვა, სადაც სასაჩუქრეთ ფუთავ არ ჩანს არაფერი, ბანტიკი აქვს გაკრული და მოკლედ ისეთი რომ ვერ მიხვდები რა არის შიგნით.
ხო და სუთავიდან რო დავიწყოთ გაყიდვა, სადაც 90% ანუ შეიძლება მეტი, ყველა ანონიმურს ირჩევდა. ხო და ეხლა როგორც ესეთი მიეჩვია თითქოს ხალხი და სადაც 70%-მდე არის ჩამოსული რა. ასე რომ რასაც ანუ გაიძახა. სწორი არის, ანუ რაღაცას რო აწვდი ადამიანს, თავიდან ცოტა ის აქვს ძალიან დიდი პროტესტი აქვს და ხო, პროტესტი და ცვლილებები. მორიდებათ არა? ცვლილებები არ უყვართ ადამიანებს. კაცებს მით უმეტეს არ უყვართ კიდე ცვლილებები რა და ქალები უფრო მოქნილები არიან მაგ მხრივ რა. ხო და თავიდან ყოველთვის რაღაც ფარი უჭირავთ და მე ეს ფარი ნენელა ზიანდება და მოშובה რა ქვია. გამოდიან გარეთ. გამოდიან გარეთ. ხო, ზოგი ისე ვრჩება იმ ნაჭუჭში, ზოგი გამოდის გარეთ. ანუ ეცადეთ რომ ისეთი ყოფილიყო, რომ აი არ ყოფილიყო რაღაცა ისე ძალიან აგრესია არ წამოსულიყო უკავშირზე, არ ყოფილიყო. აი როგორ უნდა ეცადო აგრესია არ წამოსულიყო. სასაცილო სახელები დავარქვი. საიძე თუ არ ხარ შესული ჩვენთან, ეხა პრინციპი ცოტა შევცვალოთ ეს თემა, ანუ თავიდან. და გამოსულიც. და კარგულიც შეიძლება. ხო, ძალიან კარგი. და ნაშოპი არის. სხვადასხვა ჯერ არა. სახელებზე ვიზრუნეთ თავიდან, რომ ყოფილი იუმორისტული სახელები, დასახელებები პროდუქტების მენიუს დასახელებები, შიგნით აღწერა, ანუ სულ რაღაცა იუმორისტულად მიუდექით და ხალხმაც რაღაცა იუმორით მიიღო ჩვენც სადაც არ ყოფილიყო ყოველთვის რაღაც ძალიან მე ვთვლი რომ ძალიან ბუნებრივი ვიყავთ, ანუ არ ვთამაშობთ და რადგან ეს სიღიავი არის ქართულ სიტყვა გამოდის. მოდის ჩვენგან ხო, რაღაცა იგივენაირად იღებს ხალხიც. და გადავწყვიტე თავიდან რატო თავიდან რაღაცებს ვიწერდი მე. ხოლმე თქვი გიორგი თქვი. მაგას ვაკეთებ დამოცადე. აუ დამაცადე ქალო. თორე მოხდება. აი უკეთია ხელს. ბორკილი წავიდა. აი ბორკილები, სუდად მაგ ბორკილებს ბორკილები ალბათ მოყევი შენ დავაცადოთ თუ შეიძლება. მიდი მოყევი. უყვარს. ხო და რას ვიძახ გამოვიწყდეთ. რომ ყიდულობდით ხოლმე? ხო, ყიდულობდი ხოლმე ყოველთვის მოკლედ. სხვადასხვა სათამაშოებს. თოი. თოიებს, ანუ ვიწერდი ძირითადად და საქართველოში მაქვს 1-2 ნაყიდი და ძალიან უხარისხო. უხარისხო არა, თვითონ სერვისი იყო ძალიან ცუდი. აი მაგათაც. აი რას ნიშნავდა? აი გეტყვი ახლავე. ცოტა დამცხა. სექსზე როცა ლაპარაკობს ის. ესე იგი რო ვიყიდე, ჯერ ონლაინ გადახდა არ იყო, განთავსებდი ვიხსენებთან ახლა განთავსების შეკვეთას. მე მიდიოდი სამთო ქიმიაში მეორე სართულზე თუ მესამე სართულზე რომელიღაცა კაბინეტში, ოთახში და ონთ მიდიოდი მარტო 4 შაბათი თუ 5 შაბათი იყო და დროებიც ჰქონდათ განსაზღვრული პირველიდან 3-მდე თუ რაღაც ეგრე რა. მე მოკლედ იქ რო მივედი, რაღაც რკინის კარებში შევედი და ვიღაცა ქალი დამხვდა, გამზადებული რაღაც ისინი იყო, პარკი ჩეკრული რაღაც გადაკრული სკოჩით ისინი, შეფუთვები და მეთქი რაღაც დრაგზე ხო არ მოვედი ან შეცდომით ხო არა, მოდიო რაღაცა გამატანა აქედან ესე ჩამიტო და მოვედი და მაგრად გამიტყდა მე რას ვაკეთებ ახლა შეცხონივი წამოხვევდი ხო? ხო, ანუ მაგრად მეგონა რომ რაღაცა მივიდოდი რა ცივილურ ანჯერ რატომ უნდა მივიდე ანუ მოკლედ რა მნიშვნელობა აქვს. ხო და მაგით გადაწყვეტე რომ მეთქი რაღაც ჩემთვისაც მარტივი იქნება რომ ბევრი პროდუქტი მექნება, ხალხისთვისაც კარგი იქნება რომ მოსახურება იქნება უფრო კარგი და პლუს არ ვიცი რამდენად დაიჯეროს მაგას ხალხი, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ ხოლმე თელი ცხოვრება რომ როგორ თქვა პირდაპირ გითხარი რაღაცნაირად შევცვალო რა. ანუ ვიღაცაზე არასდროს არ ვაკეთებ რაც აფიშირებას, მაგრამ ყოველთვის მინდა ხოლმე რომ რაღაც დადებითისკენ და ცოტა ჭალებში განვითარებისკენ წავიყვანო და რაღაც ხრივ გამოდის. ანუ ეს განვითარება, აი შენ მინდა კითხო, აუცილებელია რომ წყვილი გაერთოს სათამაშოებით? ანუ ან რას გმატებს, ან რა აკლდება იმას, ვინც არ ხმარობს. ანუ ნახე ძალიან დიდხნიანი პირველი ონლაინ მაღაზია იყო Flowers G, სხვათა შორის, რომელიც ძალიან გამართულად მუშაობდა და ეხლაც მუშაობს. ჩვენი სპონსორია როცა. ძალამაზე ყვავილი საოცარი ჩვენი ფერია თან. სპეციალურად გააკეთე. სანამ დროა ჩააკვეხე სიტყვით რომ კიდე არ გაცდის ლაპარაკს მე ხო. ანუ სათამაშოები აუცილებელია. რატო არის ხო? ანუ მრავალფეროვნებისთვის, როცა ხარ დიდხნიან ერთ ურთიერთობაში, ძალიან აუცილებელი არის თუნდაც აი როლური თამაშები, ფორმები, როლური თამაშები. ხო, ანუ ძალიან კაია. და თუ ეგეც აღარ გინდა? მაშინ არ გინდა არაფერი. ადამიანთან თუ არ გინდა, ადამიანთან თუ არ გინდა, ფანტაზიას არ აქვს საზღვარი, ან ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება. აი ვთქვათ, აი თავაზობს ამ როლურ თამაშებს. BDSM აქსესუარებით, ბევრი რაღაცები დადგა, ძალიან ბევრი სცენარი შეიძლება მოიფიქრო, მით უმეტეს ახლა შენ. ხო, რამდენი წელი ერთად ხართ უკაცრავ? 18. რა?
და როდის შემოვიდა? 16 წელია ცოლქმარი და 18 წელია ისე. როდის მიხდით ეწამს რო სათამაშო გჭირდებათ? რამდენი წლის მერე მიხდით? ეგრე როდის მჭირდება? აი ხო ეკითხვა მინდა და მეც აი როდის მორჩა თბობა ჩვეულებრივად ერთმანეთით? არ მორჩენილა თქო ჩვეულებრივად ეს თბობა. დამხმარე საშუალებები როდის დაგჭირდათ? დაგჭირდა ცოტა ცუდი სიტყვა არის, იმიტომ რომ ეხლაც ისეთი თუ ეგ გაიგეთ, ეხლაც ისეთი ამბავი გვაქვს, რომ სათამაშოს გარაშეც გეგონებო იმას უყურებ რაღაც. ზანაირად ახერხებთ ამას, მართლა გულით მაინტერესებს. მაგას ვერ ვიტყვი, საჭიროება იყო. უბრალოდ მრავალფეროვნებისთვის ხან ეხლაც გვინდა ხან საერთოდ არ გჭირდება. მრავალფეროვნებაში არ გაცდი ხოლმე, მაგრამ რაღაცა მინდა რომ ჩავაკვეთო. ესთაერები შედვართ აქეთ. გაიციეთ ორივე. რა? ესთაერები მე არასდროს არ ვაცდი არავის პლანეტაზე. მრავალფეროვნება არ ნიშნავს მხოლოდ სათამაშო, ამას რო უთითებ სათამაშოზე. ხო, ნუ. მარტო სათამაშოებს არ ნიშნავს ზოგადი, ანუ ადგილების მრავალფეროვნება, სექსსაც არ არის მანდ მარტო სექსზე არ არის უბრალოდ აქცენტი. ანუ მრავალფეროვნება უნდა იყოს ყველაფერში, ყოველდღიურობაში, კომუნიკაციაში. 18 წელი ადამიანთან ერთად რო ხარ, თუნდაც 3 წელი ადამიანთან ერთად რო ხარ, თან გაჩნია რამდენი წლის მერე ხარ, სიტყვაზე 30 წლის მერე თუ ხარ, უკვე რაღაც მხრივ ჩამოყალიბებული ადამიანი ხარ, რაღაც პერიოდში მაინც იცვლები, იმიტომ რომ მე ხშირად ვიცვლები ხოლმე. კი, ზუსტად. თუ ადამიანი პროგრესული არის, მაშინ იცვლება. თუ ცოტა დებილი ტიპი არის, მაშინ არ ცუდი სიტყვა დებილი ტიპი, მაგრამ ეგრე არა. ისეთი რა, ჩაკეტილი და YouTube-ზე ხარ. ეგეთია. არა, ეგეთია რა ქნა. წამოწოთ ხარ. არა, ჰალო. აი. გავხსენდა რომ YouTube-ზე და მოეშვა. პირში. ჩაღეჭა. შიათან ძამ. გემრიელია? ой, ვა. დაიღეთ. გემრიელიც არის. ნაშეჭამე პაკო და ტაკო და თქვენთვის მაგაგერ დაწოვებული ოთხივერს შეგაინერვიო. და ესენი გვაქვს ბევრი სხვათა შორის ფერადები. სიყვარული იზრდება კიდე რაღაცა სხვაში, ხო? რომ არა სათამაშოები ასე არ განვითარდებოდა თქვენი ურთიერთობა, თქვა დღეს ასეთი მყარი არ იქნებოდა თქვენი ურთიერთობა. პრობლემები არის ყველა ურთიერთობაში. აბსოლუტურად. მე ვფიქრობ, რომ მედანიცას გვაქვს იდეალური ურთიერთობა, იქნება ეს პიროვნული, მეგობრული, სექსუალური თუ რაც არ უნდა იყოს ადამიანური თუ ყველანაირი. ხო არ იტყუებით? რა მეტყობა, რა მოგეთყობა, რომ ვიტყუებით? რა ვიცი, იქნებ კარგად თამაშობთ. მაგრამ თამაშობ. აი, კავშირია ყველაზე მეტ. მე და გიორგი დავშორებული ვართ ერთმანეთს ორჯერ. სამჯერ ყავს შეყვარე, თავიდან შემიყვარდა სამჯერ ასე რომ ერთი წამით არ შემიძლია თამაში იმის რომ კარგად ვარ თუ ვარ ცუდად ვარ. მორჩა. თავიდან. მე თავიდან უნდა იწვოს. მე სამჯერო დაშორდი თუ არა, ყოლით არ ვინან ყოლია. არა, არ დავშორდით. გადამიყვარდა. აგვერია ურთიერთობა და მე ისე მე რასაც დავაკვირდი, ზოგადად არის ურთიერთობებში 7 წელი არის პიკური წელი რა. ანუ მე 7 წელს არის ხოლმე რაღაცა პრობლემა და მე 14 წელს მქონდა ჩვენ მეორე პრობლემა. მე 13 წელსაც არის სხვა. 21 წელოდები, მაგრამ 21-ზე არ მოგონია. 21-ზე მართლა. ნერვი აღარ გეყოფა. რამდენად გახსნილები და თავისუფლები ხართ თქვენს ურთიერთობაში? ანუ რა არის დასაშვები თქვენს ურთიერთობაში და რა არ არის დასაშვები? უფრო კონკრეტულად ვკითხე, ანუ აი ხო, ბევრი ნახე, ესე რომ ვიყურებენ, უფრო მეტად გონიათ, ვიდრე რეალურად რამე არის, ანუ მართლა. შენ ახლა რას გულისხმობ? აბა თქვი, გითხარი რა ოპერატორი? ანუ გახსნილები ხართ ყველაფერზე. ხო, ანუ შეიძლება მაგალითად რომ გაისეირნო შენ ან შენმა მეუღლემ. ან თავისუფლად გამორიცხული, ანუ იცი რა არის? პრობლემა არ მაქვს სხვა ადამიანები რომ ეგრე იყვნენ. ხვდები, ანუ ჩემთვის სამეგობრო, ანუ რასაც უნდა აკეთებ, ეს მე არ განვიხილავ, ხო? არა, ხო არის ადამიანი რომ ეგეთია და რაღაც ხო ხვდები. ჩემთვის მოსულა, სხვები რას როგორ იზავენ, თავარი ერთმანეთთან იყვნენ კომფორტულად რა. მაგრამ ჩვენს ურთიერთობაში ვერ მოსულა ეგ, მე არ შემიძლია ეგეთი რამე. რა ხარ ჰოროსკოპით? ხისრქა. აჰო, აწობი ხოლმე, ხო? ხო და არა, ვერ რა თქმა უნდა განხილვა ხარ, როგორ აქ გქონია ბევრჯერ ბევრნაირი განხილვა გქონია, ხელა ურთიერთობა გვაქვს, ხო წარმოგიდგენია ხო? აი, ძალიან დიდი 18 წელი. ბევრნაირი განხილვა და ბევრნაირი მსჯელობები გქონია, რთული პერიოდებიც ხო ვთქვით რომ გქონია და მაგ დროსაც აი ბევრი რაღაც რა. და არა, ვერა. მე საკუთრე ხარ. ხო, ვერა. ვერ გამოდის. მონოგამი, ნამდვილი კლასიკური მონოგამი. მაგრამ მაგაში არ იგულისხმება, რომ ანუ არიან ტიპები, რომ სიტყვაზე არ შეიძლება ვიღაცას ეცეკოს სიტყვაზე. ეგრე არა, კაცო, არა. თავისუფლად მიდის კლუბებშიც ერთობა, ეს მოგზაურობა ცალკე რა, ანუ პრობლემა არა. ჩემოთ არ წახვიდე? არა, ხო, ანუ ეგეთი თავისუფლება აბსოლუტურად რა თქმა უნდა გვაქვს, მაგრამ აი
ურთიერთობას ჩაცმის მხრივაც, რასაც გინდა იცნო. აბსოლუტურად. ანუ მე როგორც მეგობარს ისე შემიძლია ვკითხო რომ ანუ მიიხდება თუ არ მიიხდება ეს ჩვეულებრივად. ძალიან ჩვეულებრივად ის არა რომ რაღაცა ამიკრძალოს ეჭვიანები ახართ ერთმანეთს. ის საერთოდ არ არის და მე ადრე ვიყავი. იმის მიხედვით არის სად მიდიხარ ახლა, სადაც ანუ კონტექსტიდან არ უნდა იყოს ამოვარდნილი. ხო რა, მან იმაზე არ გვაქვს საუბარი, რომ აი ძალიან ღია გაცვია და ეს არ ჩაიცვა არა, ანუ მაგას თვითონაც ხდება და უბრალოდ ის გვაქვს კომუნიკაცია, რომ ანუ ეს უფრო მიხდება თუ ეს უფრო მიხდება, რეგიონალურად მე. რომელი ჯობია ამ სიტუაციაში, ეგეთ დონეზე რა, თორე განაცხადა. სექსზე რო კითხოთ შეიძლება? ძირითადი პრობლემაა, რომ ქალები ჩუმად არიან და არ ამბობენ რა უნდათ და ამიტომ ვერ აღწევენ რაღაც. გიორგი მასწავლა თავპირველივე დღიდან ეგრო. იმიტომ რომ ცხენია თავად. ეგ მარტო სექსზე არ არის, ეგ არის კიდე როგორც საერთოდ არ მოსდის აზრად, რომ დააკმაყოფილოს ქალი. ყლები არის და თავზე გაგლაჩი. ხო, ეგ არ ვიცი როგორ არის, იმიტომ რომ ეს პირველი სხვათა შორის ახლა ბარემ ვიტყვი. მე ხო პატარა ვიყავი, ახლა 17 წლის ვიყავი, გიორგი გავიცანი. ნუ ასეც და ისეც ისე მოხდა, რომ მე ვიყავი, გიორგი იყო ჩემთვის პირველი მამაკაცი, ესე გამოვიდა და ანუ მან მასწავლა საერთოდ ყველაფერი, ხო, რაც შეიძლება და ანუ იმდენად სწორი ტიპია მაგისთვის, რომ კარგად, ანუ ის არ მაქვს, კომპლექსი არ მაქვს, რა მინდა, რა მომწონს და რა არ მომწონს და რაღაცა რომ ვილაპარაკო, ხო, ანუ იცის ყველაფერი, იმიტომ რომ ყველაფერი ნალაპარაკები მაქვს და თუნდაც მეერე შეიძლება სექსი მეერე შეიძლება განიხილო, რა უფრო მოგეწონა, რა არ მოგეწონა. გაქვს არა ლაპარაკობ თან სულ და პლუს ძალიან მნიშვნელოვანია. შუასაჩი არ გულისხმობ, ანუ პერიოდულად გულისხმობ მე რა, ანუ აბა, კარგია. ასე, ახლა კარგი. მე ეგ ძალიან დებილობა არის რეალურად, რა უნდა თქნა დაფიქრდე ხო? ანუ ეგეთი რაღაცები ძალიან დებილობა არის. გათავე და რაღაცებს რო ეკითხები რა. ხო, მაგრამ ხომ ყლეობა. ნუ ერთმანეთს ისე ვიცნობთ, რომ მაგის თქმა არ გითამაშია? არა. ვაუ. ანუ ჩემი თამაში ნახე ძალიან ჩებედით ხო რაღაც ისეთი მაგისთვის მაგაზე რა ჯობია? ხო ანუ ეხლა თვითა გამიმართლა ცხოვრებაში რომ ჯერ პირველ რიგში ბუნებრივად შემიძლია ეს რაღაცა ისე მივიღო რომ რაღაცა და გამიმართლა იმაში რომ ანუ ესეთი პარტნიორი მყავს რომ ანუ ამ ადამიანმა ეხლა ჩემთვის ძალიან ხო და რას ვიძახი? სექსუალური ცხოვრება ისე მომიგვარა და ისე მაქვს რომ ანუ ხო წარმოგიდგენ და ამდენი ხანი რომ ეს ადამიანი ჩემთვის არის იდეალურია. აი შენს მაგივრად ვაკეთებ ამებს. ესეა. ხო და ეს რა მოკლედ კომუნიკაციაზე ვიძახდი რა. ხო, კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია აუცილებელი არის უბრალოდ კომუნიკაცია და საუბარი ანუ არ ტეხავს რაღაცის კითხვა, პირიქით უნდა კითხო, უნდა სინჯო, ვიღაცა შეიძლება არ უცდია რაღაცა კონკრეტულად ან არ მაგალითად პირობითად ვიძახი იმის შპილკების უძუსტავებზე დამაგრება, ანუ ვიღაცა შეიძლება უფრო გზნობიარე აქ ვიღაცა შეიძლება ვიღაცა შეიძლება გზნობიარე უძუსტავები აქვს. აუცილებელი აქვს, მაგრამ ეგ რაღაცები ანუ ქალებმა მით უმეტეს არიციან რა არის? როგორ ვთქვა, არ აქვს შესწავლილი თავის თავი. ხელს გულისხმობ რა. არიციან, არავის არ გვამს. ხო და მაგიტო უნდა ცადოთ რაღაცები, ამ რაღაცების და არ არის არ ტეხავს, შეიძლება რაღაცა გაგიწორდა, შეიძლება რაღაცა არ გაგიწორდეს, მაგრამ გეცოდინება შენ და იმას რა. სანთლები გამახსენდა. ადრე ჩვენც არ გქონდა ეს სანთლები, სპეციალური სანთლები არის, რომელსაც ხელზე ასხავ და ანუ ის არ არის. ჩვეულებრივ არ გეცვის რა. აბა რა მოგამია ქორდა. ცოტათი გეცვის ისე რომ აი. ძალიან არის. ჩვეულებრივ იმაშობი ძალიან გეწובה რა. ჩვეულებრივ სანთლები ცოდეთ. მე ამოწვი? ცოლი ამოწვი? მეც ამომწვანე. ორივე ამოწვანე. ასწორებს, ერთმანეთი დაფუთქეს. არა, მე ბერლინში კონდა წაყებული, იქ კაი იყო. იქაც დაფუთქეთ? ბერლინშიც და უდუდგიათ ერთმანეთს. ხო, ბერლინმა კიდე საერთოდ შეცვალა ჩვენი ცხოვრება. სექსშოპში მე მოვხდი პირველად ბერლინში. შოპი არა, სექსშოპი. არა, ჩემთვის ხო იცი რა იყო? რა იყო, მიყა მოყევი. მართლა შოქში ჩავარდი. აი მართლა შოქში ჩავარდი პირველად ჩემს ცხოვრებაში, რო დავინახე სხვა ფერის რაღაც არომატი იყო, საოცარი ეს აქსესუარები, შპილკები, მისაბნელები, ჯერ შემცხვა რომ არსებობ და იქ ვარ. და მე ერთი წამი რო წამოვიდგინე რომ რამე შეიძლება ვიყიდე და მე საბაჟოზე ხაზარაძე ნანას ჩემოდანში აღმოაჩინოთ. ბევრი დილდოები. აი ძალიან შემცხვა. ხო, მართლა შოქში ვიყავი და დიდი ხანი ვამუშავებდი ამ ინფორმაციას, აი როგორ უნდა მიხვიდე იქამდე, ნუ აი რომ თავისუფლად იყიდო და სახში მოხვიდე. როგორი ქოცნობიერი აქვს ხდები, ხო? ონლაინ ყიდულობ? მე ზუსტად ვიცი როგორი ქოცნობიერი აქვს.
ხო, როგორ? როგორი ქვეცნობერი აქვს ხვდები, ხო? ანუ რა მხოლოდ დისკომფორტია. ხალხი ახლა აღარ დაგორავს კიდე გაზრონებ ხელში მე მიჭირებს. ხვდები რასაც შეიძლება. არა, აგერ ხელში გიორგი რო არ ყოფილიყო, მე საერთოდ სხვა ადამიანი ვიქნებოდი. სხვა მსოფლმხედველობა გექნებოდა, ხო, სხვანაირად. იმის მიუხედავად, რომ ბავშვობიდან სულ რაღაცა ისეთი ძალიან ესეთი ტიპი ვიყავი, შიგნით სულ ისეთი ვიყავი, ძალიან წესიერი რომ ყოფილიყავი, ძალიან, ხო, იმიტომ რომ მე ეგრე ვიყავი გაზრდილი და რაც არ უნდა პროტესტი მქონოდა და თავისუფალი აზროვნება არ არა, ნახე, შენ თვითონ იყავი თავისუფლად მოაზროვნე, ეგეთი დაიბადე და შენ გავლენა მოახდინე ჩემზე. იცი რას მივადექი? როგორც ამბობენ, კაცს აგზნებისთვის ბევრად ცოტა დრო ჭირდება და ქალი კაცს რო აიგზნოს, ჭირდება რომ პირველი რომანტიული ლიბიდო დაიკმაყოფილოს, ანუ კმაყოფილი უნდა იყოს. პრელუდია. შეიძლება ეს პრელუდია საჩუქარი იყოს, დილას გაკეთებული პირობით ათომბობ. შეიძლება გამოხედვად შეიძლება იყოს და კომუნიკაცია და რაღაცა ენერგიის გაშვება. კონტაქტი. არ არის მანდ მარტო რაღაც მატერიალურს არ ვიძახი. მარტო მატერიალურზე არ არის, აუცილებელია რომ ქალმა იმის გარდა რო თქვა ქალს ჭირდება ფსიქოლოგიური აღზრდება პირველ რიგში და მერე ფიზიკური აღზრდება. ცოდნია. გამარჯობა. ფერიც, ყველაფერი. აი გამარჯობა. მუშაობ ხოლმე. მადლობა, ეს არ დაგჭირდება. კაი, მოყარე, ანუ ფსიქოლოგიური პრელუდია აუცილებელია ხო ქალისთვის? ხო, რა თქმა უნდა, ანუ მაგის ბევრი საშუალება არსებობს. ესე არ ჩაუმიწერია საშუალებები, მაგრამ ახლა ლაივშიც შეიძლება რო თქვა, არის რომ 90%, რასაც უყურებ, არის ეგეთი ტიპი რა, ვინც ანუ უყურებ რა, ესე არ უყურებ მაგრამ რა სიამოვნებისთვის რო არის და შენი სიამოვნება რო ფეხებზე კიდია. იცი როგორა, შეიძლება არ ეკიდოს ტიპს, მაგრამ იმდენად დაკომპლექსებული ტიპი არის, ანუ ტიპს უნდა რომ მიანიჭოს სიამოვნება, თვითონ მალე რჩება თავის საქმეს და ვერ, ანუ იმდენად შებოჭილი ტიპი არის, რომ არ ცდილობს რაღაცით გამოასწოროს. ანუ ხო შეიძლება სიტყვაზე ან დაგუგლო, ან რაღაც საშუალება მოიძიო, ან სუნთქვითი ვარჯიშები ჩაატარო. სუნთქვითი კეგელის ვარჯიშები ჩაატარო, რაღაცა გააკეთო რა, რაღაც ინფორმაცია ნახო, მით უმეტეს ChatGPT გაქვს ბოლო ეხლა და დაგიწერს ისე რომ რა ვიცი რა, ძალიან კარგად ყველაფერს დეტალურად. თუ არა და დაგუგლო, ან ვიღაცას კითხო, ან რა ვიცი მოიწერეთ ეს გუგლი არის თუ ბიჭი არის მეცადა. ქართული და იმაში როგორც ბიჭზე ლაპარაკობს, ბიჭი რომელიც ვერ აყენებს თავის გოგოს შეურაცხყოფა მეთქი რა შუაშია. ო ვერ აყენებს შეურაცხყოფას ლოგიკა. არა, სადღაც ხო იცი ღრმად მენტალიტეტში ეს გვიდევს, იმიტომ აი მაგას ვიძახი ჩვენ, ახლა კიდე ახალი თაობა ვინც მოდის, კიდე ძალიან თავისუფლები არიან და ვგიჟდება. მაგრამ ნახე ძალიან მაღალ ინტელექტუალური ანეკდოტა. ახალ თაობაშიც არის პრობლემა. ან ხო, ეგ უნდა მეთქვა, ან ვერ აკადრებს რაღაცას. ეს თორია ჩემი ჟულიების ზედა. გონია რომ ეგეთი აზროვნება დღეს საერთოდ რა ვერ აკადრებს. არის სამწუხაროდ ესეთი აზროვნება. კაი რა. ანუ მე მგონია რომ აღარ არის, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ ისეთი მომხმარებლები გვყავს, რომ არ ვიფიქრებ, რომ საერთოდ ესენი რამ იფიქრებენ, რომ გამოიყენონ, ანუ ხვდები კატეგორიას დაახლოებით რა. აი კომენტარებს შეხედე იმის. ეგენი მგონია რომ საერთოდ არ არის. და მე შეხედეთ ამ გადაცემის კომენტარებს. პეიჯების კომენტარებში რა ხდება, მაგებს შეხედე და ხედავ რა ისეთი ადამიანები განვითარდნენ და ისეთი ადამიანები იყენებენ ამ სათამაშოებს უკვე, რომ მართლა რო ვერ ვიფიქრებდი, ანუ მგონია რომ ძალიან განვითარებული ტიპი უნდა იყოს, რაღაც ნამგზავრები, სხვაგან კონდეს სექს შოპები, ნანახი, ცოტა რაღაც მაინდი შეცვლილი და მერე ოკეი მოვა და იყიდის, მაგრამ ისეთი ხალხი ყიდულობს, რომ ანუ ეგენი რომ მაგდონეზე არიან, მე ძალიან მიკვირს რომ კიდამდე არც მიხვიდე, ანუ ტიპებს რაღაცების გაკეთება უთხრდებათ, ის იმიტომ რომ ერთი რომ ცოლი არის, მეორე იმიტომ რომ რაღაც მაგას ვერ იზავს თუ რაღაცა რა, ანუ სათამაშომდე არც არის ლაპარაკი. ხო, არაფერი არ ერთი კითხვა და პირველი იყო ჩემი. მე და ჩემი ვაკაცი. რა, შენ პირველი, ნუ პორნო არა იდეაში. ხო, ეროტიკა ვიდეო იყო. თან ვიყიდეთ რუსთაველზე თუ გახსოვს მაღაზია იყო მონადირე. კი, როგორ რუსთაველის თეატრის მოპირდაპირე მხარეს. მაშინ ვიყავით მე და ლადო. მე არ მაქვს თანახი. მოკითხვა. არ გაქვს ხო. სხვათა შორის ჩემი კლასელი იყო და ვიყავით ალბათ იქ მივედით და ანუ იქ რო შევედი, ანუ რო შედიოდი იყო ისინი რაღაც იარაღები რაღაცეები და აქეთ მხარეს იყო კასეტების მაღაზია, ისა კუთხე რა. ხო და ესე მივედი დავდექი და ისე არ შემოვიდა, ლადო არ შემოვიდა რა. შერცვა. ხო და დავდექი, არ და მე ძალიან მოსწყვი ვიყავი. და ვეუბნები რომ ვიღაცა ბიჭმა გავამაგზავნა თქო, ჯერ უყურებდი ძალიან დიდხანს კასეტებს და რომელსაც ეწერა +18 და რაღაცა ისეთი რომ ყველაზე შეიძლება ისეთ ყოფილიყო სანახაობრივად, ისე ვარჩევდი წარწერით რა და ნახატით.
ხო და ვიღაცა ბიჭმა გამომაგზავნა თქო, რომ რაღაც ესა და ეს უნდა ემანუელა ის რაღაცა კასეტა რო არის თქო, ის უნდაო რა. ხო და ამათ ვიყიდე რაღაც 25 ლარი მივეცი თუ რაღაცა, მაშინ 25 ლარი ძალიან ბევრი ფული იყო რა. და მით უმეტეს პატარა ბავშვებისთვის ჩვენთვის. ეს ავიღე, გამოვედი გარეთ და ლადოს ვანახე რომ გავიყე თქო და ეს ტიპი გამონყვა მერე რა გარეთ, ამის შემოწმება უნდა თუ რაღაც ჩვენ მოხიეთ. და იქიდან მერე ხონო ემანუელა რა იყო. პეტრიაშვილამდე ვირბინეთ, არ გავჩერებული ვართ რა. და მაშინ წარმოიდგენდი რომ ჩახუტებული ამის წარმოებას ეს დაიწყე. ციგნი მოგეწონებათ, ხალხო. აშენ ის გამოწვევი. ეს ციგნი ძალიან მოგეწონებათ. მე ძალიან მომწონს. ვერხის ყავსანია? არა, ძალიან მაგარი ფოტოგრაფის ფანტასტიკური ფოტოები არის, ნუ ძალიან ის არის რა. და ბევრი სუპერსტარიც არის ხათა შორის, ანუ ძალიან სიგიჟეებია. ძალიან კარგი ციგნია. აი, სასწაული ციგნია მართლა. აი. ამას საჭიროდ ვერ გაგატყობთ. არა კაცო, სანამ ვითამაშებთ. ხო. გეხვეწები აი ორგაზმზე მაინტერესებს რა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე წავიკითხე. და ამტკიცებს რაღაცას და მე არ ვამტკიცებ. მე არ ვიტყვი ამან თქვას. რა, აბა. შენ ეტყობა არ ეთანხმები ხო? ანუ შეთანხმდა არის რაღაცები, რაშიც არ ვეთანხმები. მეცნიერება. ადრე ხო ამბობდნენ რომ რაღაცა ორნაირია და ჯიწერტილი და რაღაცა ბევრ ამას ამბობენ ორგაზმზე. ეხლა ამბობენ რომ ანუ ახალი მოსაზრებაა რომ ორგაზმი ქალმა შეიძლება მიაღწიოს მარტო თავის დახმარებით. კაცთან ერთად ამის გაკეთება შეუძლებელია. მე თუმად ვიქნები შენ თქვი რა ვიცი. ამბობენ ესე. It's a lie! ანუ გარე ორგაზმი შეუძლებელია? ამტკიცებს მაგას აი როგორ მიწევს 3 წელია მიმხედა. არ მეცნიერები ამტკიცებენ. კაცთან ერთად შეუძლებელიაო ამას თუ ამტკიცებენ. ხალი არ წაეხმარაო. ქალი თუ არ წაეხმარაო თავისითო, თვითონაო. ამბობენ რომ შეუძლებელიაო და ქალების 100% იტყუება თუ ამბობს რომ მას აქვს ორგაზმი. არ ვიცი. ვიზუალურადაც აბსოლუტურად bullshit არის. თუ არა ვიზუალურად დახმარების გარეშე. ხო და ყველა კაცმა იცის ეს რომ ჩანს მერე. ყველა კაცს რა მნიშვნელობა აქვს? ეგენი ხო იძახიან ვითომ მეცნიერი, ვიღაც ბრიტანელი მეცნიერი იქნება, ალბათ სუკანი ქალი ხო? ფიშკიანი ქალი. აი, მაჩუბონე ხარ რა. არა, მართლა ბრიტანელები იკვლევენ, აი რომ გავიხედე რომ ვიფიქრე იმ დროს. ეგენი იკვლევენ ხოლმე ყველაფერს, ანუ არ ვიცი რა სიმეშვებიან, საიდან ალბათ რაღაცა მაყუთი, რაღაცა ხო, შენ ხო იცი რომ ტყუილია. მე გეკითხები რასაც მეცნიერები ამბობენ. შენი გამოცდილებიდან გამომდინარე შენ იცი რომ ტყუილია? მე გადაცემის წამყვანი ვარ და არა სტუმარი. არა, ტყუილია. თემა მოტეხე. ვითამაშოთ? ვითამაშოთ, რას თამაშობთ? კაი, მაშასე 3-2-1. ვინ უფრო ხშირად აგვიანებს? აჰა, დაემთხვა. აუ, ამაზე უცებ რო ვთქვათ რაღაც გადაობა, ჩვენი მეორე შეხვედრა იყო, ეს მოსაყოლოდ გვაქვს ხოლმე. პირველად ნუ ოკეი, შევხვდით, აღარ გვაქვს, ანუ არ დავაგვიეთ, ცოტა დავაგვიეთ, მაგრამ მეორე შეხვედრა არის და დაათქმული გვაქვს 2 საათი რომ უნდა შევხვდეთ თავისუფლების მეტროსთან და გიო მოდის 4 საათს და მე მივდივარ 5 საათზე, თუ რაღაცა ეგეთი. აი, 3 საათი დააგვიანა ამან და 4 საათი მე. ტელეფონი არ გქონდა მაგ დროს. ანუ არ იცოდა რომ მივიდოდი ვაფშე მისული ვიყავი, არ ვიყავი, რა მოხდა. ვაგზავნებთ თამაშობთ. ჩქარჩქარო პასუხობთ ვაგზავნებთ კომენტარები აღარ, კაი? всё, დავისავთ. შენ მაგადამ ჩემჭიკაში. ჩადო. ვაგზავნებთ. და მიდი, წავიდე. ვინ უფრო ცუდად იტანს შიმშილს? მე. გიჟდები რა. ხაზიათი მეკ. ვინ უფრო ხშირად ტოვებს წყალს იატაკზე შხაპის მერე? ყველაფერი გიორგის ბრაზდე. გამოასწორა, მაგრამ ნუ ეგრე. რომ მითხარი მე გამოვასწორე. აჰა. ვინ უფრო ხშირად წუწუნებს? ალბათ შენ. ვინ უფრო იმსახურებს ოსკარს კამათის დროს? ოსკარს? აქ ოსკარს მარტო მე ვიმსახურებ ჩემი აზრით. მე ალბათ. კი? გაწონასწორებული ვარ ხოლმე ძირითადად. რა კარგია, ვაგზავნებთ. ვინ უფრო ხშირად ფიქრობს რომ მართალია მაშინაც როცა არ არის? ეგ ანუ კლასიკური ქალია? ხო. კარგი. ჰორმონებს ვერაფერს უსწავლ. არ ვარ, არა ვარ. ვინ უფრო ხშირად ამბობს არ ვარ გაბრაზებული, მაგრამ გაბრაზებულია? ის, რა თქმა უნდა. და ბოლოს ვინ უფრო ხშირად ამბობს საწოლში დაღლილი ვარ? რო არ მაქვს თავი? ხო.
ეს არიღლება ხალხო. ეს არის ამაზე რა დაღლის ხალხო. ამაზე რაფერი არ დაღლის. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან. ძალიან მომწონს რომ ესეთები ხართ, გახსნილები ხართ, თავისუფლები ხართ და ამიტომაც ხართ ალბათ ბედნიერები. და მაგრამ ხო და მოკლედ მიყვარხართ ძალიან, მევასებით ძალიან, მაგრამ ვიშოპინგებთ ყველა აქ, ჩუმად თუ არა ჩუმად, არის საშუალება და ვიშოპინგოთ ყველა და გავხსნათ ფანტაზიები, გავხსნათ თვალები, გავაგავშავოთ. და რავი, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც გვასიამოვნებთ. ახლა ზუსტად ვიცით რა ამბავი საწყდება, მიდი ჯერ შენ თქვი, მიდი შენ თქვი. მანამდე კი მოიწონეთ რა ვარია და დააჭირეთ ღილაკს აგვედევნეთ. და ვისაც რამე არ მოგწონთ, გვაკოცეთ